ქართული ოცნების ორგზის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი აღიარა და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა. ამის შესახებ სუსში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. მამუკა მდინარაძის უწყების ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის მიმართ მისი ქმედების დაკვალიფიცირებისა და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეებში მიაწვდიან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულ პირთან დაკავშირებით. დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას.